რა რიცხვია დღეს და 22 თებერვალია. სამ დღეში 25 თებერვალს. შესაბამისად 105 წელი გასრულდება მას შემდეგ, რაც საბჭოთა მე-11 არმიამ, რუსულმა მე-11 არმიამ დაიპყრო საქართველო და კატასტროფა დაგვემართა. სრული კატასტროფა დაგვემართა 70 წელიწადი სრული, წარმოუდგენელი ჯოჯოხეთი გავიარეთ. 25 თებერვალს ჩვენ ასაკვირველია უნდა ვგლოვობდეთ და არა მხოლოდ ფორმალისტურად ავდიოდეთ ტაბახმელაში, მივდიოდეთ მემორიალთან, რაღაცა ორ სიტყვას ვამბობდეთ მარო მაყაშვილზე, ხო, თუ რაღაც იუნკერებზე, გავიგე ეს ყველაფერი ან პირველი რესპუბლიკის მთავრობაზე. არამედ რეალურად უნდა ვისიგრზე განებდეთ რა მოხდა 1921 წლის 25 თებერვალს. მანამდელი დღეს 24 თებერვალის უკვე მსოფლიოსათვის და ჩვენი მოძმე უკრაინისათვის რასაკვირველია ტრაგიკულია. 2022 წელს ახლახან ჯოჯოხეთურმა რუსეთმა რომელმაც დაიპყრო საქართველო 1921 წელს შეწყვიტა საქართველოს დამოუკიდებლობა და როგორ აღვადგინეთ ეს დამოუკიდებლობა კიდე ცალკე ისტორია და ცალკე თავგადასავალია და ცალკე ამბავია 91-ში. 24 თებერვალის უმძიმესია ჩვენთვისაც, მოდი ასე ვიტყვი, მაგრამ რასაკვირველია პირველ ყოვლისა უკრაინელებისათვის. ყოველგვარი მიზეზი, საბაბის, ეგრეთ წოდებული პრიჩინის, ვოლსკის ენაზე ვიტყვი და თეატრულუკიანის და მედვედევის და პუტინის ენაზე ვიტყვი, პრიჩინის გარეშე რუსეთი შეიჭრა. და შეიჭრა სადღაც დონბასში კი არა. გარდა იმის, რომ შეიჭრა დონბასში, განაახლა იქ საომარი მოქმედებები, კიევიც კი დაბომბა. კიევის მახლობლადაც კი იყო, თუ მხოლოდ დონბასი აინტერესებდა ამ დედასაიმას ქნებელ ქვეყანას, კითხვა მაქვს, მაშინ რა ჯანდაბა უნდოდა ბუჩაში, რა ჯანდაბა უნდოდა კიევში. ხელისუფლების შეცვლა უნდოდა. უკრაინის ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების შეცვლა უნდოდა, გამოდის რომ რეალურად უკრაინის ხელისუფლების შეცვლა ხომ უნდოდა, ანუ ზელენსკის მთავრობის წასვლა, რომელიც ყველაშორის მანამდე სულაც არ იყო ასეთი ანტირუსული, სულ მუდმივად მშვიდობაზე ლაპარაკობდა, ეგ რა მაგის პასუხია. თუ ხელისუფლების შეცვლა უნდოდა, ესე იგი უნდოდა მთლიანად უკრაინის დაპყრობა და უკრაინის დაპყრობის შემდეგ დაწყება ფიქრისა კი არა, ქმედებებისა ახალი ტიპის საბჭოთა კავშირის აღდგენა უნდოდა და უნდა პუტინის დამპალ და დედასაიმას ქნებელ იმპერიას. დაუბრუნდეთ დღევანდელ თარიღს 22 თებერვალს და უფრო 25 თებერვალს. 25 თებერვალს 1921 წელს აკი გითხარით, რომ მოხდა საშინელება და რომ არ ილაპარაკო ამ თემაზე, უბრალოდ დანაშაულია როგორც თანამედროვეების, ისე მომავალი თაობების წინაშე, იმიტომ რომ მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ, რომ მარადიული, გახანგრძლივებული კი არა, მარადიული მტერია შენი რუსეთი, ვიდრე ასეთია და ასეთი არის. ფაქტია, რომ 10 წლეულები კი არა, 100 წლეულებია რუსეთი, რაც ქვეყანაა. მას შემდეგ, პეტრე პირველის შემდეგ, მანამდელი პერიოდიდანაც არის ამგვარი იმპერიული მოსკოვიეს პერიოდიდან, ასე მაგალითად, ხო, ან უფრო მანამდელი პერიოდიდან. არის ამგვარი ველიკო დერჟავული და ვერც იქნება სხვაგვარი, იმიტომ რომ სხვაგვარი იქნება თუ არა, რუსეთი როგორც ერთიანი ორგანიზმი დაიშლება. ეს შესანიშნავად იცის ისტორიის არ მცოდნე პუტინმა რა და ეს იცის და აქედან გამომდინარე აღვივებს და ანაკვერჩხლებს, ნაკვერჩხალს აღვივებს რუსული იმპერიალიზმისა. ხარიბაშვილმა პატიმარი როა, კობახიძემ პატიმარი რო იქნება, პაპუაშვილმა პატიმარი რო იქნება, ლილუაშვილმა პატიმარი როა, ბურჭულაძე ჯუანშერმა, როგორ შეიძლება ის თავდაცვის მინისტრი ყოფილიყო, ან სხვებმა და სხვებმა, ეს რომ არ იციან, ეს ჩემი პრობლემა ან ჩვენი პრობლემა არ არის. მათ არ იციან არა იმიტომ, რომ სწავლა დაეზარათ. შეიძლება წაიკითხეს კიდე სამის თაობაზე 2-3 წიგნი. ღმერთმა უწყის, ღარიბაშვილმა ნაკლები, პაპუაშვილმა მეტი ან პირიქით. არამედ იმიტომ, რომ დავალება აქვთ რუსეთისაგან მიღებული, რომ ამაზე არ გაამახვილოთ ყურადღება, კი ასეთ არ ახსენოთ, რუსები და ქართველები პრავოსლავნი ნაროდი, ხო, ერთიანი
სივრცის ნაწილები არიან რუსკი მირი, ირიბათ, პრავოსლავნი მირი, თუ გებოთ ასე ვიტყვი, არის საქართველოშიც და ამიტომ ჩვენი ბედი გადაფსკვნილია, მათი ბედი ჩვენ ბედთან, ჩვენი ქვეყანა მათ ქვეყანასთან უნდა იყოს გადაფსკვნილი, როგორც ვინ დაგიტოვებს ამ ქვეყანას, კარგადაც მინდა გაიაზროთ, რომ არც არავინ დაგიტოვებთ, იმასაც კი არ დაუშვებს მომავალში რუსეთი თუ დაიპყრობს ის საქართველოს სრულად. იმასაც კი არ დაუშვებს, რომ აქ რაღაცა თვალსაჩინოებები, წარმატებებისა გქონდეს ერთმა სპორტსმენმა და მოკიდებელი საქართველოს ეგიდით იასპარეზოს ოლიმპიადაზე და აფრიალოს დროშა, რა დროშა, რა ჰიმნი, რა ოკუპაციის მუზეუმი, რა იდენტობის სხვა ნაწილები, რა ოკუპანტს ხომ აქვს ხანდახან მაინც და უმრავლეს შემთხვევაში გარკვეული ჭყალებში ოკუპაციას ახლავს ესეთი რამ, რომ პროგრესი ალბათ სუსტი სიტყვა არის, რაღაცას აგიშენებს, მაგალითად ენგურხესი აგიშენა, ვინ აგიშენებს ენგურხეს? თავიდან ბოლომდე ვერ გადაიტანენ, მაგრამ რუსულ ენერგო სისტემაში ჩართავენ და შენ მოგიგდებენაც არასწორი სიტყვაა, ელექტროენერგიას 4 კილოვატ-საათს. ვუტრირებ, რასაკვირველია, მაგრამ მაინც სპორტის სასახლე, ახლა აღარ ვამაყობთ, მაგრამ მაინც ხო სპორტის სასახლე, რომელიც ააშენეს კომუნისტებმა, ხო ამგვარი სასახლე არ აშენდება, შენ იქნები გაჩანაგებული, გაუბედურებული ქვეყანა დათრგუნული საზოგადოებით, დათრგუნული და ნაცრისფერი საზოგადოებით და ეს ვერ გაუგია იმ ამომრჩეველს ქართული ოცნებისა, რომელსაც ჯერაც ეიმედება, რომ ქართული ოცნება გახდება ნორმალური, ან ფიქრობს ასე ეს ამომრჩეველი არ ამომრჩეველთა ნაწილი, რომ ეს ხო ტაქტიკური ბრძენი ბიძინა ივანიშვილის, რომელმაც სამება ააშენა და კიდე რაღაცა დააშენა, ხო, იმის ტაქტიკური ჩანაფიქრები არის რეალურად, როგორც კი დასავლეთი ადეკვატური იქნება, deep state-ი როგორც კი დამარცხდება რაღაცებს რო როშავენ და ბოდავენ deep state-ი ამერიკული გაგებით, deep state-ი თურქული გაგებით, deep state-ი ბრიტანული გაგებით და deep state-ი პაპუაშვილისა თუ ბიძინა ივანიშვილის გაგებით სხვა და სხვა რამ არის. 25 თებერვალს აქ გითხარით დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ რო არ ილაპარაკო 25 თებერვალზე დანაშაულია მომავალი თაობების წინაშე, იმიტომ რომ მათაც უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი მარადიული მტერი არა გახანგრძლივებული, არამედ მარადიული მტერი, ვიდრე ყოველ შემთხვევაში რუსეთი არ გახდება ადეკვატური და როცა გახდება უთუოდ და უსათუოდ დაიშლება კონცეპტუალურად და ვირიცის ფედერაციის სუბიექტებადაც კი ჩვენი მარადიული მტერი არის რუსეთი და მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ ეს ვიდეო ბლოგი ხო დარჩება პირობითად ლაპარაკობ რაღაც 38 ან 58 წელიწადი მე რო აღარ ვიქნები ცოცხალი ჩემმა შვილიშვილმა უნდა თქვას რომ ბაბუა ჩემი ნახე რა სწორად აზროვნებაო მას ველაპარაკები ახლა და არა ქართული ოცნების რომელიმე გამოპენტერებულ ამომრჩეველს ან ქართული ოცნების რომელიმე რუს დეპუტატს ასე მაგალითად. მოკლედ 25 თებერვალია და 25 თებერვალი რომ არის 105 წლის წინ მოხდა კატასტროფა ჩვენს ქვეყანაში. მანო მაყაშვილი უცნობი გიაჩკაშეჩილაძის რატო უნდა გამოეხმაურო, მაგრამ მაინც კი არ გარდაიცვალა მოკლეს რუსებმა. და მანო მაყაშვილი შეგნებულად წავიდა. ნოე ჟორდანიას კი არ უთქვას წადი ახლა იომეო. წადი ახლა მიეხმარე ჯარისკაცებსო. წადი ახლა ფრონტის ხაზზეო. არა, მანო მაყაშვილი წავიდა შეგნებულად რამდენადაც მას გასიგრძე განებული ჰქონდა აკაური რუსი ქართველებისაგან განსხვავებით ან მაშინდელი რუსი ქართველებისაგან განსხვავებით რომ საქართველოა მაშინ როცა ის დამოუკიდებელია და ევროპის ნაწილია დღევანდელ კონტექსტში განსაკუთრებით და რუსეთი როგორც კი შემოდის ბოლშევიკები როგორც კი შემოდიან საქართველო ხდება გრუზია ანუ ხდება დესაქართველოიზაცია და ის შეგნებულად წავიდა ამ ქმედებაზე ეს ნაბიჯი შეგდებულად და ისევე როგორც გიორგი ანწუხელიძე მიშა სააკაშვილმა კი არ უკარდახა მართლა რამ გამო გაპენტერად რამ გამო გაპაპუაშვილად ადამიანებო ვისაც 7 ფოლოვერი თუ 8 მხარდამჭერი ყავდათ თუ ეხლაც ყავთ რუსეთი რომ არ შემოსულიყო 1921 წელს კარგად უნდა გავისიგრძეგანოთ ჩვენ რა მოხდებოდა შედეგერთი ენერგეტიკაში ჩვენ ავაშენებდით გაცილებით უკეთეს ან არანაკლებ მასშტაბის ენგურჰესებს და დამოუკიდებელი ენერგორესურსებით დამოუკიდებელი ქვეყანა ვიქნებოდით რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს იმიტომ რომ ეს მაძლევს რომ დასავლეთში განათლება მიღებული აქალამოქალაქეები დაბრუნდებოდნენ ჩვენს ქვეყანაში და როგორც მაგალითად ალექსანდრე ქართველმა შექმნა ამერიკული ავიაცია ისე შექმნიდნენ ენერგეტიკის წარმატებული ენერგო დამოუკიდებლობისთვის საჭირო ენერგოობიექტებს სხადია პირველ ყოვლისა ალბათ მაინც მე რა გითხრათ მაგრამ ჰიდროენერგიაზე დაფუძნებულს სხვა შემთხვევაში სხვა რაღაცებს და ასე შემდეგ. ენერგო დამოუკიდებლობა დღესაც და მაშინაც
იყო და არის ქვაკუთხედი საძირკველი დამოუკიდებლობისა, რომ ვიცოდეთ მაინც, იმიტომ შემოდის რუსეთი გაზპრომის, როსნეფტის თუ რაღაც ჯანდაბების სახით, იმიტომ შემოდის კავკასიაში მთლიანად ცდილობს და საქართველოში კონკრეტულად რომ იცის რომ როდესაც დამოკიდებულია ვუტრირებ, როდესაც დამოკიდებულია ელექტროენერგია მოქალაქისა რუსეთზე, ეს არის ბერკეტი, მის მაკარონის ბერკეტია პირობითად პური, ხო? მაგრამ ელექტროენერგია განსაკუთრებით ბერკეტია. ქართველი მეღვინე 82% თუ 72% რომ მიდის და რუსეთში რომ ყიდის, გადაკეტავს რომელიმე ონიშენკო რომელიღაც ეტაპზე ქართველი მეღვინეებისათვის თუ გლეხებისათ ფერმერებისათვის ბაზარს და გამოიყენებს ამას შენს წინააღმდეგ აუბუნტებს ამ ფერმერებს გლეხებს საქართველოს მთავრობას ნებისმიერ კარგს თუნდაც იმიტომ რომ ეს პოლიტიკური იარაღია რუსეთი არის იმპერია დედა საიმასკნებელი ბოროტი საზიზღარი და ასე შემდეგ ხა ენერგეტიკა წარმოიდგინეთ ამდენად ძიმე ხა მე ხვდები თემიდან თემაზე და 21 წლიდან 2026-მდე ამოვხდი ხო და ლაპარაკობ მაგრამ ეს რომ უნდა წარმოვიდგინოთ რომ ეს არის უწყვეტი ჯაჭვი რომ იმპერია შენ გებრძო და მაშინაც და გებრძვის ახლაც ეხლა ჩვენ ვინარჩუნებთ და ფორმალურ დამოუკიდებლობას ბოლო 35 წელიწადია და ეს სასაკვირველია კარგი იმიტომ ტრადიცია ჩნდება, გამოცდილებას ვიგროვებთ, ცოდნას ვიგროვებთ, უფრო ძნელია ჩვენი დამარცხება და ასე შემდეგ, მაგრამ რუსეთი რომ არ ჩერდება ეს ფაქტია და გავეშებულია და ბაძავს დღევანდელი პუტინის რუსეთი მაშინდელ სტალინის რუსეთს საბჭოთა კავშირი მერე შეიქმნა, მაგრამ საბჭოთა კავშირს ესე ვიყო საბჭოთა რუსეთი რა მოხდებოდა ჩვენ რომ დამოუკიდებლობა შეგვენარჩუნებინ არ უძრახავ ხა პირველი რესპუბლიკის მთავრობას ატომ გაიქეცით მათ მართლა ეგონათ რომ აღარ ერთ კვირაში დაბრუნდებოდნენ დასავლეთის მეოხებით მათ შორის თო არ უძრახავ ამ კუთხით არ ვლაპარაკო რა მე ვეხმიანები ერთგვარად ჩემი ერთი მეგობრის ბოდიში გეტყვით ვისი სხვა გუსტი მქონია გახსნილი ბექა ქურხულის მწერალი ბექა ქურხულის საჯარო პოსტ დაწერილს ამ წუთიდან 2-3 საათის წინ. ნახეთ რას ამბობს და მართალს ამბობს ბექა ქურხული. თქვენ წარმოიდგინეთ, კაი სიგრძე განეთ რასაც ამბობს. გული მისკდება იმის წარმოდგენაზე რა მოხდებოდა, რამდენ უბედურებას გადავრჩებოდით, რამხელა მსხვერპლს ავიცილებდით და დღეს როგორ სახელმწიფოში ვიცხოვრებდით 21 წლის თებერვალში ბოლომდე რომ გააგვემეტებინა თავი და თავის გამეტება თავდადება თავისუფლებისათვის უმნიშვნელოვანესია ერთია როცა ვყვირით თო და ვყვირი ჩემს სიცხს ძალებს უწინავს მაგრამ მეორეა რომ მართლა უწინავს სისხლი უნდა დავალევინოთ ანუ წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსებსა და ქართველ რუსებს ბოლომდე გვებრძოლა და აქ ამოქოთებული რუსი უღმერთო ბოლშევიკების მე-11 არმიასთან და კაი ხოშია გაგვეჟუჟა თავის სერგო ორჯონიკიზიან დიახ უნდა გაგვეჟუჟა და არ უნდა გველაპარაკა არც ლაპარაკობდნენ მაგრამ აი თეორიულად ესენი ცხომემკვიდრეები არიან სერგო ორჯონიკიზესთან და გადმოძახილი ჩვენს თანამედროვეობაში ესენი პირდაპირ მნიშვნელობით გაჟუჟვას ხა პაპუაშვილის გაჟუჟვას არ გულისხმობ მაგრამ არ ჩამოსართმევი ხელ არ ჩამოსართმევები არიან საკომუნიკაციო არც ერთი თემა სალაპარაკო არც ერთი თემა არ არსებობს რამდენადაც არიან რუსები და ქართული სახელმწიფოს ღალატისთვის და მე უკვე ბეკა აგძელებს და მე სამყვებით და ცალკეულ ეპიზოდებზე დეტალურად მეტნაკლებად დეტალურად შევჩერდები წარმოიდგინეთ ცოცხალი მიხეილ ჯავახიშვილი მართლაც წარმოიდგინეთ ცოცხალი მიხეილ ჯავახიშვილი რა მასშტაბის და რა ადგილობრივი მასშტაბის კი არა ანუ ჩვენ სინამდვილეში ქართული წერლობა მიხეილ ჯავახიშვილი უზარმაზარი ავტორია რასაკვირველია მაგრამ რა საერთაშორისო მასშტაბის მწერალი იქნებოდა მიხეილ ჯავახიშვილი ევგენი მიქელაძეზე ამბობს, ტიციან ტაბიძეზე ამბობს, პაულო იაშვილზე. შეიძლება ზოგი მათგანი მართლა ადგილობრივ მასშტაბში დარჩენილიყო, მე არ დავასახელებ, ვინ მიმაჩნია, რომ იქნებოდა უკეთესი პოეტი ჩვენ სინამდვილეში და ვინ ვერ გაარღვევდა საზღვრებს საერთაშორისო პოეტურ ასპარეზზე. არ დავასახელებ მათ მიზესთა გამო, მაგრამ მიხეილ ჯავახიშვილზე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მიხეილ ჯავახიშვილი იქნებოდა მსოფლიო მასშტაბის. და ანუ შენ შეიძლება ყოლოდა მიხეილ ჯავახიშვილის სახით მაგალითად ნობელიანტი. რომ არა ოკუპაცია და ახლაც ასეა. შენ
შეიძლება 25 წლის შემდეგ ყავდეს თავისუფლების შენარჩუნების პირობებში და თავისუფლების და განვითარების პირობებში პირობითად 30 წლის შემდეგ მწერალი სხვა აი ახალი რო იბადება დღეს რო დაიბადა დღეს ზუსტად 22 თებერვალს და 30 წლის რო იქნება 30 წლის თავზე შეიძლება იმ 30 წლის თავზე ანუ 2056 წელს შენმა რომელიმე ახალმა მიხეილ ჯავახიშვილმა მიიღოს ნობელის პრემია ლიტერატურაში. ოღონდ თავისუფლებაა შესანარჩუნებელი და თავისუფლება შესანარჩუნებელია ჩემს ბეკას და ჩვენი თაობის მიერ. ხო, საინტერესოესი პასაჟია. თავის ნებაზე მიშვებული და არ შეშინებული გალაქტიო დაბიძე. რატო გადარჩა გალაქტიო დაბიძე? რატო გადარჩა გალაქტიო დაბიძე? იცით თუ არა თქვენ, რომ პრინციპში მაინც როგორ მოვფარგლო ახლა წელი კონკრეტული, მაგრამ აი 21-დან უფრო 24-დან ჩემი აზრით, მაგრამ 25-დან. მიუხედავად იმისა, რომ აი მაგალითად ნიკორწმინდას წერს 1947-ში კარგი ლექსია ნიკორწმინდა, განა არა, მაგრამ არ არის გალაქტიონის მასშტაბის ლექსი. გალაქტიონის მასშტაბ, გალაქტიონს აქვს თავისი მასშტაბის ლექსები. ხო, და აი მაგალითად 37-ში არის ასეთი ლექსი დაწერილი მატარებელი დუმს, უკანასკნელი მატარებელი დუმს როგორც ლავა მატარებელი 5 წუთში გავა, ვინც ხვებს აცილებს დროა ჩასვლისა მატარებელი 5 წუთში გავა. დაიზრა რკინის ბორბლები, ეხლა რა ხედავ გემშვიდობები, საბარადისოდ გემშვიდობებს ერთ და იგივე სიტყვები სხვადასხვა სტრიქონებში გამეორება გალაქტიონს ახასიათებს ბარათაშვილზე არ ვწდები ნამდვილად ლექსი მას გახელილი და არ ჩათვალებ გამიტაცებს ახლა გალაქტიონოლოგია, მაგრამ გალაქტიონი ბევრად მეც შექმნიდა 24-ში კი არ დასრულდებოდა 21-ში 25-ში ხო მისი შემოქმედება და ცალკეულ 2 და 5 შედევრს კი არ შემოგთავაზებდა უკვე შემდგომ წლებში მისი მთელი პოეზია ვიდრე 59-შიც არ მოიკლავდა თავს მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ მოდი ასე ვთქვათ, მაინც 59-მდე იქნებოდა შედევრთა შედევრები, აი ამ მე და ღამეს თუ ლურჯა ცხენებს თუ ეფემერას, ხო დახავდი პრაქტიკულად ყველა ლექსში ამ მასშტაბის ლექსებს, ამის თქმა მინდა და სწორი პასაჟია ბეკასი. კონსტანტინე გამსახურდია, ლეო ქიაჩელი რეებს დაწერდნენ, რეებს გადაიღებდნენ, რეებს დადგამდნენ, როგორ ითამაშებდნენ, როგორ იჭიდავებდნენ, ხო? ოლიმპიური ჩემპიონი თუ მსოფლიო ჩემპიონი რო გეყოლებოდა თან ქართველი და გეყოლებოდა მაგალითად პირობითად რავისი ლევან თედიაშვილი, უზარმაზარი მასშტაბის სპორტსმენი. ხო, ლევან თედიაშვილი იქნებოდა შენი. ნუ ამ შემთხვევაში ესე ვთქვათ, ხო? ხუთჯვრიანი დროშის ქვეშ ხუთჯვარი დროშის ამწევი კაცი იქნებოდა და რამდენი ოლიმპიური ჩემპიონი გეყოლებოდა რომ არა ოკუპაცია, რომ არა ქართველი რუსები, რომ არა ქართველი ის რუსები, რომლებმაც დაასრულეს 105 წლის წინ შენი დამოუკიდებლობა. ფეხბურთზე გადადის, ხო, ბორის პაიჭაძე, ყველაზე ვერ ვიტყვი მეც რომ ისინი მსოფლიო ვარსკვლავები, მე ვერ ვიტყვი. მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავები იქნებოდნენ, მაგრამ რამდენიმეზე კი ვიტყვი ასახელებს, მე აღარ ჩამოვასახელებ, აი ვის ნამდვილად იქნებოდა მიშა მესხი, სლაბა მეტერეველი, ვიტალი დარასელია, ვოვა გუცაევი, ბურთას ხუთსილავა, ყიფიანი, შივაძე, ესენი ჩემი აზრით სხვების არიან დასახელებულნი რა, მაგრამ იმაზე არ ვიტყვი, თუმცა რატომაც არა, შეიძლება რაღაც გაიოს ჯეჯელავაც ყოფილიყო, ხო, არა საბჭოთა მასშტაბის დიდი სპორტსმენი, თუ არის ბორის პაიჭაძე, არამედ ევროპის მასშტაბის დიდი სპორტსმენი, ფეხბურთელი. როგორ იჭიდავებდნენ საქართველოს სახელით და აქ უკვე ისე თედიაშვილი ვახსენე და ვახტანგ ბალავაძე, ლევან თედიაშვილი, მიხეილ ციმაკურიძე, შოთა ჩოჩიშვილი, ხო, უნდა გავიხსენოთ რა საკვირველია, ეს დიდი სპორტსმენები, ქართული თეატრი, მიხეილ თუმანიშვილი მართლა, თუნდაც რობიკოს ტურუა, უზარმაზარი მასშტაბის, აი ხო, სხვა ბანაკშია ხელისუფლებასთან არის ეს, ასე რომ ამბობენ ღრძოკაცი, მაგრამ არც შევაწყობას ვაყერებ და მართლა ეხლა კავკასიური ცარცის წრის დამდგმელს და ბერტოლდ ბრეხტის ესე მცოდნეს და შექსპირის ასე მცოდნეს და ასე ნიჭიერ ადამიანს, ხო, მე როგორც რეჟისორს ვერ შევუტევ რასაკვირა უფლება მაქვს, ხო, მაგრამ წარმოიდგინეთ რობერტ ტურუა, მიხეილ თუმანიშვილი, ხო, თემურ ჩხეიძე, ისინი რა სპექტაკლებს დადგამდნენ. და მე უკვე ასახელებ სახიობებსაც, ხო, მედია ჩახავა, ეროსი მანჯგალაძე, იპოლიტე ხვიჩია, გოგი გეგეჭკორი, უკვე მე გადადის მხატვრებზე მართლაც ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი, ელგუ ჯამაშუკელი, ბერძენიშვილი, რეზ ჩხეიძე, ოთარ იოსელიანი, უკვე ოთარ ჩხეიძე და ესე იგი ეს ოთარ ჩხეიძე, რეზო ჩხეიძე და ოთარ იოსელიანი შესაბამისად უკვე კინემატოგრაფში დამოუკიდებელი საქართველოს ანა კალანდაძე, ძმები ჭილაძეები, ხო, ოთარ ჭილაძე, რა, მე მგონი ნობელიანტი იქნებოდა, გულახდილად გეტყვით, ხო? ოთარ ჩხეიძე, უზარმაზარი მასშტაბის მწერალი, თამაშხენკელი, გურამასათინცხები და სხვა.
და ხო ახსენებს ალექსანდრე ქართველი მიერ შექმნილ ქართულ არასწორია ამერიკულ ავიაციას ალბათ მაინც არასწორია ქართული მეცნიერება ქართული ფლოტი ანატოლი კაჭარავა ცოცხალი გვეყოლებოდა საბჭოთა კავშირის მიერ გარეკილი და მეორებს ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანი პასაჟია რუსებმა სტალინმა დედასაიმას ქნებელმა გრიჩაულიანის მეშინია ხო დედასაიმას ქნებელმა მსოფლიო ბელათმა გენერალისიმუსმა მეორე მსოფლიო ომის დიდი სამამულო ომის მომგებ არ მაინტერესებს იმიტომ რომ ამ კაცმა ჯერ ხო დაასრულა 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა მისი მთავარ ავტორობით დასრულდა და სერგორჯონიკიძე იყო შისტორკა 1951 წელს გარეკა დიდ სამამულო ომად წოდებულში ქართველები ამ 4 არასრული 4 წლის განმავლობაში ბევრი 700.000-მდე ქართველი ვაჟკაცები, ახალგაზრდა გოგო ბიჭები, უმრავლესად ბიჭები რასაკვირველია და 300 კარგი 250.000 კაცი დაიღუპა. მე ერთგან თქვი ამ ერთი თვის წინ დაახლოებით ვენახევრის წინ, რომ აი ესე რომ გაამრავლოდა საუკუნეში 4 და რეალურად კი 5, მაგრამ ოკეი 4 თაობა რომ წარმოიდგინოს, 3.5 თაობაც რომ წარმოიდგინოს საუკუნეში, 4 თაობა, ანუ ყოველ 25 წელიწადში ერთხელ რომ წარმოიდგინო თაობა, ჩვენ მოცემულ ეტაპზე არ მინდა შემეშალოს როგორ თქვი, მაშინ ვიანგარიშე ჩვენ 2026 წლისთვის ვიქნებოდით საქართველოში მყოფთაგან ხაზგასმით ვამბობ, აქ არ ვლაპარაკობ იქ რაღაც თურქეთის ტერიტორიაზე რამდენი ლაზი დარჩა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საქართველოში მყოფთაგან ვიქნებოდით 7.8 მილიონი ქართველი. აი საშუალოდ რო ვიანგარიშოთ 2 შთამომავალი თითო თაობაში. და სიცოცხლის ხანგრძლივობაც რასაკვირველია დამოუკიდებელ საქართველოში იქნებოდა მეტი. რასაკვირველია და არა ის რაც იყო საბჭოთა საქართველოში, ან რაც არის ბიძინა ივანიშვილის საქართველოში, ამ რუსული ინტერესების გამტარი პირის საქართველოში. ხო, ავწდებოდით 24 და 30 წლების ტრაგედიებს, 42 წლის და 51 წლის რეპრესიებს, 56 წელს ავწდებოდით. ესეც რომ ვიცოდეთ მაინც ამბობს ბეკა და ვინის ის რამდენ უბედურებას აღარ. არ განადგურდებოდა ქართული სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა და ქართული ბიზნესი და ყველა ეს უბედურება გამოიწვია იმან, რომ ბოლომდე არ გამოვიმეტეთ ქართულმა საზოგადოებამ, არა იუნკრებმა, არა შეერაგებულმა ძალებმა, არა პოლიტიკურმა და მით უფრო სამხედრო ხელმძღვანელობამ, არამედ სწორედაც რომ საზოგადოებამ თვალი დახუჭა. და ის თქვა რასაც ამბობს ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ხვისი ჭირი, ხობეს ჭხირი, მე ეს არ მაინტერესებს. ჩემს იქით გზა, რა გზა, ჟანდაბამდე გზა ჰქონიათ ადამიანებს, ვინც ჩემთან ერთად არ არიან და ისინი იბრძვიან თავისუფლებისთვის და მე ფეხებზე მგიდია ეს თავისუფლება, ოღონდაც კი კმაყოფაზე ვიყო. ამას აკეთებს არა მხოლოდ კარგი იმედის ტელევიზიის პროპაგანდისტები რო აკეთებენ ეს გავიგე, ყველა პროპაგანდისტია ეგ რა მაგის პასუხია, კამერა რო უჭირავს, ხო ისიც პროპაგანდის ელემენტია, იმიტომ რომ ვერ ჟურნალისტი ვერ აიღებდა მიკროფონს, კამერა რომ არ ეჭიროს რომელიმე ოპერატორს. მაგრამ მათზეც არ ვლაპარაკობ. მე აქ ვლაპარაკობ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილზე. უმნიშვნელოვანეს ნაწილზე, რომელიც რაოდენობრივად მნიშვნელოვან ნაწილზე, არა მაინც და მაინც უმრავლესობაზე, მაგრამ კმარი რაოდენობა არის ამგვარი მოქალაქეებისა, რომლებიც სიზღით უყურებენ არა მხოლოდ პროტესტს, მაღლობელს, ანდროჭიჭინას მნიშვნელობა არა საქართველოს დამოუკიდებლობას იყვნენ კარგად მოიგონ ტენდერი მათმა ნათესავებმა თუნდაც გადმოუგდონ $2000 თვეში და ამათმა იარონ არ დავასახელებ რომელიმე კაფე ბარს თქვენის ნებართვით მოკლედ ამათმა იგრიალონ სადაც შეეძლებათ და მე უკვე ბექა გეყურებათ ქართველებო და თქვა ას ხო და მე უკვე 2126 წლის თებერვალში არ თქვათ მე რომ არ გაგაფრთხილეთო და მე უკვე ბიჭრების მახინჯი არალეგიტიმური რეჟიმი ქრისტიანულ თავისუფალ საქართველოს გაუბარჯოს ბრძოლა ბოლომდეო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ შემოძვირფასო მაყურებელო საქართველოში ახლა 22 თებერვალს 2026 წლისა კონცეპტუალური თვალსაზრისით თუ გავხედავთ დღევანდელ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის საქართველოს არის ზუსტად 22 თებერვალი 1921 წლისა იმის მსგავსია კონცეპტუალურად მე არ მინდა ვთქვა რომ 3 დღეში დაეცემა საქართველოს რესპუბლიკა დღევანდელი
რიგით არ ვიცი პირველი მეორე მაინც საბჭოთა რესპუბლიკაა თუ გნებავთ ასე თქვა შეიძლება არც მივიღოთ სათვალავში რიგით მესამე რესპუბლიკა არ მინდა თქვა რასაკვირველია სამ დღეში არ გაგვაუქმებს რუსეთი მაგრამ ჩვენ თუ წინააღმდეგობას არ გავუწევთ ბიზნეს და რუსეთს ბიზნეს სახით ჩვენი დამოუკიდებლობა მილევად რეჟიმშია ჩვენი დამოუკიდებლობა სრულდება და სრულდება ამასთან სამუდამოდ იქ თუ კიდე გვეყო რესურსი რომ 70 წლის შემდეგ ჩვენ დაგვეწყო ბრძოლა 65 წლის შემდეგ დაგვეწყო ბრძოლა და 70 წლის თავზე ეს ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით დაგვესრულებინან 91 წელს აქ რესურსი არ გვეყოფა იმიტომ რომ სოფლიოში იმგვარი გლობალისტური ან ტექნოლოგიური გლობალისტური ან ხელოვნური ინტელექტ გლობალისტურ ტექნოლოგიური პროცესები მიმდინარეობს რომ 70 წლის კი არა 7 წლის თავზეც კი შენი ეროვნული იდენტობის გამოკვეთისათვის შენი ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისათვის არავის აღარ ეცლება AI ასე ვიტყვი მარტივად თუმცა იქ ბევრი ქვეშრეც არის AI ისე შეჭამს ყველაფერს რომ რა შენი ენა რა შენი მამული და რა შენი სარწმუნოება რა შენი ჩაკრულო რა შენი საზღვარი რა შენი მთავარი რა შენი ღირსება რა შენი ურუსეთობა რა შენი თავისუფლება არავინ გაერო ახალი გაერო უკეთესი გაერო უფრო კარგი გაერო რა მნიშვნელობა აქვს ნატო არა ნატო არავის აღარ ეცლება ამისათვის ასე 7-10 წელიწადში. ამიტომ შენ თუ დაკარგავ დამოუკიდებლობას დღეს და ახლა შენ უნდა შეეგუო იმას, რომ შენი შვილები იცხოვრებენ არადამოუკიდებელ, ანუ არაგანვითარებულ, ანუ განუვითარებელ სამომავლო საქართველოშიც მეთქი ასე ვერ წარმოვთქვა ამას, იმიტომ რომ რთული წარმოსათქმელია და ძნელია პროგნოზირება საქართველოს ერქმევა კი იმ წარმონაქმს რომელიც იქნება პირობითად ლაპარაკობ 10-15 წლის შემდეგ ამ პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში შენ კარგავ მიხეილ ჯავახიშვილი ვახსენე ხო გალაქტიონ ტაბიძე ვახსენე ხო ელენე ახვლედიანი ვახსენე ხო აი რობერტ სტურუა ვახსენე ხო ნებისმიერს რობერტ სტურუა ხო სხვა ბანაკშია ხო მაგრამ მაინც უნდა ვახსენოთ როგორც დიდი რეჟისორი შენ კარგავ სამომავლო იმ ქართველებს რომლებიც მსოფლიოში შენს ქვეყანას შენს დროშას შენს სამშობლოს შენს თავისუფლებას დაუმკვიდრებენ ადგილს შენ სწირავ ამ ადამიანებს იმისთვის რომ კუჭი ამოიყორო დღეს იმისთვის რომ შენ ვერ გაგიგია რა ხდება სოფლიოშიც აი პაპუაშვილი აპელირებს რომ სოფლიოში ნახეთ სხვა პროცესები მიმდინარეობს არავით არის სხვა პროცესები არ მიმდინარეობს სოფლიოში მიმდინარეობს ერთად დამატებითი იდენტიფიცირების და დამკვიდრების პროცესები და ყველა მეტნაკლებად უკაცრავად სიტყვისთვის და ჩალიჩობს ქართველების ბიზნეს ქართველების გარდა ესენი დესაქართველოიზაციას ხოლო სომხები სომხეთიზაციას უწყობენ ხელს ესენი დესუვერენიზაციას სომხები პირობითად უწყობენ სომხეთის იდენტობის გამოკვეთას ხელს ფაშინიანის განცხადებები ყველა პრაქტიკულად ნახეთ და მარტო ფაშინიანზე არ ლაპარაკობ უბრალოდ რაღაცა მეზობელი ამიტომ ახსენეთ რომ ცენტრალური აზიის მდიდარი მაგრამ დემოკრატიის თვალსაზრისით გაუბედურებული ქვეყნებიც ამას ჩალიჩობენ ამას აკეთებენ და ესენი დესაქართველოიზაციას აკეთებენ და 30 წლის შემდეგ პირობითად 27-34 წლის შემდეგ არავის არ ეცლება შენთვის თუ დაკარგავ დღეს და რას დამოუკიდებლობას ხო შენ აღარავინ აღარ შეგიწყობს ხელს და დიდიმს თუ მაინც და მაინც წარმოუდგენელია იდენტობა დაკარგულებმა იბრძოლონ თავისუფლებისათვის მაგრამ თუ მაინც და მაინც 30-35 წლის შემდეგ რომელიმე მომავალი ქართველი აიღებს სიტყვას და ხმალს და თოფს ნებისმიერს ამ სამიდან და კიდევ რა ვიცი იარაღს ხელში აისხამს იარაღს ხო სისხლში გაცილებით მეტად ჩაეხშობა მომავალი აჯანყებები 30-35-40 წლის შემდეგ ვიდრე დღეს შექმნილი პრობლემებია რომლებიც შეიძლება შეგვიქმნას ბანდა ხელისუფლების მიერ და ვინანებთ ჩვენ თუ ცოცხლები ვიქნებით იმ პერიოდისთვის რომ რატო არ ვიბრძოლებ ეკაც ამასწრებს პრინციპში ამ 30-35 წლის წინო ხო თუმცა ბევრი ჩვენგანი რასაკვირველია შეეწირება ამ ყველაფერს მათ შორის არა იმიტომ რომ ამას შევასკნდებით ხო არამედ იმიტომ რომ უბრალოდ ნერვული სისტემა ვერ გაგვიძლებს და სიცოცხლე დღემოკლე ხდება ჩვენი სიცოცხლე ყოველდღიურად ისედაც და კიდევ უფრო რაღაც 2 დღე თუ 5 დღე თუ 17 დღე მოკლე ხდება ერთ დღეში იმის გამო რომ ბანდა ხელისუფლება მართავს ჩვენ ეს კოზანოსტრა ბანდა
ბიზინა ივანიშვილის ფრთებს მოქცეული, რომელსაც ერთი სურვილი აქვს აღიარეს, არ გაღიარებთ. დამთავრებული ამბავია, რაც გიათ ისკერით, არ გაღიარებთ. არანაირ აღქმას არ შეუწყობთ ხელს ინდივიდებისა, ყველას აქვს ორი ყური, ერთი სხვი და ორი თვალი, ყველამ თავისი გადმოსახედიდან შეაფასოს ეს ბანდა ხელისუფლება. არ გაღიარებთ მარტივად რომ ვილაპარაკოთ. და კიდევ ერთხელ 30 წლის შემდეგ არავის ეცლება და ეს დამოუკიდებლობა, აი ეს რაც შეხლა ვართ, რა მდგომარეობაც არის ახლა საქართველოში, ეს არის ჩვენი ბოლო დამოუკიდებლობა, შევიდარჩუნებთ, ან ბოდიში დაგვერხა, ან აღარა ვართ. მორჩა აქ მარტო იმაზე არ არის ლაპარაკი, რომ მიხეილ ჯავახიშვილი ხო, აღარ გვეყოლება მომავალში თუ ამის გალაქტიონ ტაბიძე თუ შოთა ჩოჩიშვილი, ხო? არა, აღარა ვართ. ბევრი ქვეყანაა, რომელსაც არ აყავს ოლიმპიური თუ მსოფლიო ჩემპიონი, ბევრი ქვეყანაა, რომელსაც არ აქვს წერლობა. აქვს, მაგრამ განუვითარებს სუსტი წერლობა აქვს, ხო? რაღა, გავიგე. ჩვენ გვეყოლება ბევრი არჩილ თალაკვაძე წერს ლექსებს, წერს და ბიზნესშია, როგორც ისეთი ვარდი დარდი შარდი აი ამ დონეზე, ხო, ვარდისა და ვარდს უძებნის პოულობს რითმას სიტყვისათვის ვარდი და უმრავლეს შემთხვევაში წერს შარდის და ეს მე ვუტრირებ, მაგრამ ანუ პრიმიტივია ამის თქმა მინდა, ან გეყოლება ფუცუდგებუაძე ფულარია. იცით ვინი, ხო? ხო, კარგია თუ არ იცით, კარგია თუ იცით, ესეც კარგია.